აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ უკრაინელი დელეგაციის წევრებმა ბათუმის ზღვისპირა პარკში გადაინაცვლეს, სადაც ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამდეს. უკრაინის სტუმრებთან ერთად პატივი მის ხსოვნას განათლების სამინისტროსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებმაც მიაგეს. პოეტის დაბადებიდან 140 წლისთავი ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმშიც აღნიშნეს. მუზეუმში ლესია უკრაინკას ლექსების კრებული, საქართველოში გადაღებული ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალა გამოიფინა. ღონისძიებას დიპლომატიური მისიის, განათლების სამინისტროს, სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა უკრაინელი პოეტის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმმა ლესია უკრაინკას შესახებ დოკუმენტური მასალის გამოფენას პირველად უმასპინძლა. ლესია უკრაინკას დამოკიდებულება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც პოეტიკალისა, არამედ პოლიტიკურადაც. ის ამბობდა, რომ მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ყოფილიყავი. იცნობდა ჩვენს მოწინავე ინტელიგენციას, პოეტებს, აკაკი წერეთელს და ასე შემდეგ. ჩვენ განსაკუთრებით გვიამაყება ის, რომ ლესია უკრაინკა პირველად საქართველოში შემოვიდა ბათუმიდან და არაერთხელ სტუმრობდა ბათუმს. ასევე როგორც მწერალი პოეტი, მისი საუკეთესო ნაწარმოებები შეიქმნა საქართველოში და როგორც დრამატურგი იგი შედგა სწორედ საქართველოში. მან მთელი თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა ბათუმშიც და ასე ხდება პერიოდულად, ყოველწლიურად ჩვენ მის ხსოვნას პატივს მივაგებთ, რადგანაც მან დიდი როლი შეასრულა როგორც თავისი შემოქმედებით საზოგადოების განვითარებაში, ასევე ამ ორი ქვეყნის, საქართველოს და უკრაინას შორის ლამაზი ურთიერთობები და